კიდევ ერთხელ ვიმეორე, ბოლო წუთია შეიძლება იგივე ცველები და ჩადიან კიდეც, ხიზანიშვილიც, კალაძეც, ასათიანიც, ყველა საჯარიმოშია, ნახოთ ახლა უნდა იბრძოლონ, ბოლო ბურთია პირველ ტაიმში, შეიძლება ეს ასე ვთქვათ. მაღალი ჩაწოდება, ბრძოლა ბურთისებს, კალაძემ დაარტყა ახლო მანძილიდან. შემდეგ არა ჯარიმა არის როგორც ჩვენ. და 11 მეტრიანს ნიშნავს. და აგდებს გუნდის კაპიტანს. აგდებს გუნდის კაპიტანს, მართლა ვერ დავინახეთ. მინდა ვთქვა, განმეორებით ხელზე მოხდა, იმ საჯი ძალიან კარგად აღნიშნავს. ძალიან კარგად და ნათლად აღნიშნავს საჯი რა მოხდა. წითელი ბარათი პიროიას. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი და 11 მეტრიანი. მანამდე გოდით კობიაშვილის დარტყმას დაველოდო და შემდეგ ვნახოთ განმეორებით ეპიზოდი თუ რა მოხდა. ლევან კობიაშვილი და მეკარე მიკელ აქსალუ. აღარანაირ თამაში აღარ გაგრძელდება თუ პირდაპირ არ გავიდა გოლი. დარტყმა და 1-0 კობიაშვილი გატანილი გოლის ავტორი შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ძალიან მნიშვნელოვანია. ესეთი გოლი, მსგავსი გოლი აუცილებელია ყოველთვის. როგორც არ უნდა გავიდეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ვერ ვიტყვი რომ იდეალურად შეასრულა კობიაშვილმა პენალტი, მაგრამ თავარი იგი კარის ბადეში აღმოჩნდა. ულოცავენ სათადარიგო ფეხბურთელები და აი პირველ ტაიმის დასრულება დრო ჭირდება აი განმეორებით და მე მგონი მართლა მოხდა აი კალაძეც ძალიან სწრაფად აღნიშნავს კიდევ ერთხელ თუ არის შესაძლებელი აი იქ ძალიან კარგი დიდი მადლობა ყველას. ხელზე მოხდა, ხელით ითამაშა, ხელით просто მიდიოდა კარის მიმართულებით მიდიოდა თუ არა რთული სათქმელია ეს ბურთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ იყო ხელით თამაში და აქედან გამომდინარე, სწორედ ამის გამო დაინიშნა კიდეც 11 მეტრიანი კობიაშვილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ გატანილი გოლის ავტორი მეორე ტაიმში 10 ფეხბურთელით იქნება ესტონეთის ნაკრები და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დღეს გამარჯვება არის აუცილებელი. ესტონელების ერთ-ერთი იშვიათი იერიში მეორე ტაიმში მარჯვენა ფრთიდან ცდილობენ ისინი შეტევის წარმართვას. გაწოდება და 1-1. ერთხელ გადავიდნენ მეორე ტაიმში ესტონელები მოედანზე და გაიტანეს. ერთხელ გადავიდნენ ჩვენს ნახევარზე 92 წუთია. ახლო მანძილიდან თავით თუ არ ვხვდები ეს იყო ერთ კამსი. წითელი ბარათი. ახლო მანძილიდან მას მისცეს დარტყმის საშუალება და მანაც გაიტანა. პირველი გოლია მის ეს ნაკრების შემადგენლობაში. უგუას ნაცვლად შემოვიდა კაშია. ვერ მოასწრო ამჯერად მერებაშვილმა ჩაწოდება. კიდევ ერთი შანსი, არ ვიცი რამდენია უკვე დრო დარჩენილი, ჩაწოდება, საჭირო ჩაწოდება, თავი დარტყმა, 2-1 მოიგო საქართველოს ნაკრებმა. მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა. დავით სირაძე გილოცავთ ყველას. არ შეიძლებოდა ალბათ დღევანდელი დღე ესე დამთავრებულიყო თემურ კეცბაიას დებიუტი. თანაც გუნდი იმსახურებდა აშკარად დღეს მოგებას და მაინც მოახერხეთ გამარჯვება ბოლო წუთზე გატანილი გოლით. აი ეს ჟინიც ეს სიმტკიცეც ალბათ ძალიან კარგია. სამომავლოდ ნაკრების ჩამოყალიბებისთვის 2-1. ძალიან ძიმე იყო ალბათ აი განმეორებით კიდევ ეს ეპიზოდი. ირკველიას ჩაწოდება და სირაძე ძალიან კარგად დაარტყა. დავით სირაძემ გაიტანა გოლი. ძალიან ხდებოდა გოლი რომ ეს შეხვედრა შეიძლებოდა პრედასრულებულიყო. მეხუთე გოლია სირაძის ეს სანაკრებ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან კარგი არის და თემურ კეცბაია
ის ადამიანი, რომელმაც არაერთ სიხარული მოუტანა საქართველოს